ქიშმიში, ნუში და ფისტაში. თავარი ინგრედიენტები ინდური გულაბ ხამუნისთვის. გულაბ ხამუნი. ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება 300 გრამი ფქვილი, შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი, გამაფხვიარებელი 1 ჩაის კოვზი, ნუშის ფანტელი 50 გრამი, ფისტაშიც 50 გრამი და ქიშმიშიც 50 გრამი. სუნელები: ილი, კურკუმა, წითელი წიწაკა, ნახევარი ჩაის კოვზი. მოვამზადოთ შაქრის სანამი. დაგვჭირდება 200 გრამი ყავისფერი შაქარი და 100 მილილიტრი წყალი. ვამზადებ ინდურ ტრადიციულ დესერტს გულაბ ხამუნი, რომელიც საკმაოდ მოყიერია, ბევრი სუნელი აქვს და რა თქმა უნდა ტკბილია. დავიწყეთ. პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი, ანუ მთავარი მასა. ფქვილი 300 გრამი, სუნელები, კარდამონი, ნახევარი ჩაის კოვზი, კურკუმა, ესეც ნახევარი ჩაის კოვზი, ფერსად შეუცვლის თვითონ სუნელები, ეხლა ამ ცომს, წითელი წიწაკა, ესეც ოდნავ, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი, ძალიან ბევრ შაქარს თვითონ ცომში არ ვუმატებთ, იმიტომ რომ კიდე ტკბილი სანამი ექნება ამ დესერტს, რომელშიც ჩალაგდება და გაიჟღინთება ეს ბურთები ცომის. გამაფხვიარებელი 1 ჩაის კოვზი, ნუში, ეს არის ნუშის ფანტელი, რომელსაც მე კიდე უფრო წვრილად დავჭრი, რომ ერთიანი იყოს მასა. დაახლოებით 20 გრამი. როგორც ვთქვი, ბევრნაირი გემო არის გაერთიანებული ამ დესერტში. საერთოდ ინდურ სამზარეულოში საკმაოდ ცხარე და სუნელებით მდიდარი კერძები აქვთ. დესერტიც ესეთივეა. ცხარე არა, მაგრამ ტკბილია ძალიან და ბევრი სხვადასხვანაირი გემო აქვს. ჩავყაროთ. დაგვჭირდება დაახლოებით 50 გრამი ფისტაშები. ამასაც წვრილად დავჭრით. თან გემრიელი იქნება და თანაც ლამაზი, როდესაც მოვკვიჩავთ აი ამ დაბრაწულ ბურთებს. საკმაოდ კალორიული დესერტია, ბევრი შაქარი აქვს, ანუ მით უმეტეს სანამი მზადდება შაქრით, ფისტაშები აქვს, ნუში და ასევე ქიშმიში. მზად არის. ქიშმიშიც დავუმატოთ, ესეც დაახლოებით 50-60 გრამი. ამასაც დანით რამოდენიმეჯერ გადაული, რომ უფრო დაპატარავდეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა დაიჭრას. ესეც ჩავყაროთ. პრინციპში უკვე შეგვიძლია ცეცხლი ავანთოთ. აქ მაქვს ზეთი, რომელშიც მე დავბრაწავ ამ ბურთებს, გახურდეს. მანამდე მოვზილოთ ცომი, დავუმატოთ 100 მილილიტრი წყალი. უნდა მოვზილოთ ცოტათი მაგარი ცომი, რომ ფორმაც მარტივად მივცეთ. აი ახლა იგრძნობა აი ყველა იმ სუნელის არომატი. კურკუმა, კარდამონი, წიწაკას ვხედავ, ფერიც უფრო შეუცვალა, მოწითალო გახდა თვითონ ცომი. დავამზადოთ ბურთები. ოდნავ ფქვილი დავიხმაროთ. დაახლოებით 2 წუთში უკვე ჩავყრი ბურთებს. ჩავყაროთ გახურებულ ზეთში. დაახლოებით 5 ბურთი ერთად. ძალიან ცხელი არ უნდა იყოს ზეთი, რადგანაც ცომის ბურთები შიგნიდანაც უნდა მომზადეს, თუ ძალიან გახურებული იქნება, გარედან დაიბრაწება და შიგნით უმი დარჩება ცომი. დროს არ ვკარგავთ, სანამ დაიბრაწება, კიდევ გავაკეთოთ ბურთები.
ამ დესერტის სხვადასხვანაირი ვარიანტი არსებობს. ზოგში ქიშმიში და ფისტაშები საერთოდ არ არის, მარტო ცომია და ჩალაგებულია შაქრიან სანამში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ეს რეცეპტი ბევრად უფრო გემრიელი, უფრო დატვირთული გემოსი იქნება და ვიზუალურადაც უფრო ლამაზი. აი როგორ ქიშმიში ნელ-ნელა იბრაწება და იბერება. ბურთები კარგად დაიბრაცა უკვე, გადმოვიტანოთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმი ქაღალდმა შეიწოვოს. აი რა ლამაზია. ოქროსფრად დაბრაწული ბურთები, თან კარგად ჩანს ქიშმიშიც, თხილებიც. და დავბრაწოთ დარჩენილი 5 ცალი ბურთი. ესეც ამოვიღოთ, უკვე მზად არის. ბურთები დავბრაწეთ, ვამზადებ შაქრის ტკბილ სანამს. მომზადდება ყავისფერი შაქრით. ჩავყაროთ დაახლოებით 200 გრამი. დავუმატოთ 80 მილილიტრი წყალი და ვადუღოთ 3-4 წუთით. ისე რომ მივიღოთ ბლანტი, სქელი ყავისფერი მასა, კარამელის მაგვარი. ღრმა ჭურჭელი დაგვჭირდება, რომელიც კარგად დაფარავს აი ამ სანამში ბურთებს. შაქრის სანამიც მზად არის, გამორთოთ. სულ ოდნავ გაგრილდეს. გადავიტანოთ ბურთები ღრმა ჭურჭელში. მოვასხათ შაქრის სანამი. და სილამაზისთვის ზემოდან მოვაყაროთ სულ ცოტა ნუშის ფანტელი. არომატული, სუნელებიანი და ტკბილი ინდური დესერტი გულაბ ხამუნი. მზად არის.